ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჩინეთიდან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს, რომელიც ჩინურ მარკეტინგულ კომპანიასთან Dragon Train International თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. 10-ზე მეტი ტუროპერატორი ჩვენი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეწვია იმისთვის, რომ ადგილობრივ კერძო სექტორს შეხვდეს და B2B შეხვედრები გამართოს, დაამყაროს ბიზნეს ურთიერთობები, ასევე ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, რა თქმა უნდა, მოინახულებენ სხვადასხვა ადგილს, ასევე სასტუმროებს, სხვადასხვა ტიპის მომწოდებლებს, იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოიყვანონ საქართველოში. საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ იზრდება ინტერესი ჩინეთში. გვემატება ავიარეისები, გვემატება ინფლუენსერების, სხვადასხვა ცნობილი სახეების და ასე ვთქვათ პრომოუტერების ჩამოსვლა საქართველოში, რაც შესაბამისად იწვევს უფრო მეტ ინტერესს. ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა ამ კომპანიებთან, შევთავაზოთ ჩვენი ახალი პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები ამ ჩვენი შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ და ჩინელ მომხმარებელთან კომუნიკაცია. ძალიან მომწონს ეს ივენთი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების ტურიზმის მხრივ განვითარებას. გაცნობიტი ტურის ფარგლებში ჩინელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით. ჩინელი ტუროპერატორები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას, ქუთაისს, წყალტუბოს, შეკვეთილს, ბათუმს, გორს, სიღნაღს, ყვარელსა და წინანდალს. ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოში ვარ. ჩვენ ტურისტული ობიექტების, სასტუმროების ინსპექტირებას ვახდენთ, რომ საქართველოში ტურისტები ჩამოვიყვანოთ. სულ უფრო მეტი ჩინური ჯგუფი ჩამოდის საქართველოში. სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ინტერესდება საქართველოთი, რომელიც ევროპის მსგავსია, მაგრამ ევროპასთან შედარებით უფრო მეგობრულია. ჩვენს კომპანიას ჩინეთში დიდი გამოცდილება და ტრადიცია აქვს, ამიტომ საქართველოში შეგვიძლია თვეში 2 დიდი ჯგუფის, დაახლოებით 15-20 კაციანი ჯგუფის გამოგზავნა. საქართველოს ჩინური ბაზრისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებაზე უკვე 3 წელია მუშაობს და ჩვენ უკვე ბევრი სტუმარი ჩამოვიყვანეთ საქართველოში. შეხვედრა ქართველ კოლეგებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება გვაქვს უფრო კარგად გავიცნოთ ადგილობრივი რესურსები, სასტუმროები და ტურისტული სერვისები. ჩვენს კლიენტებს საქართველოში იზიდავთ სათავგადასავლო მიმართულება, სპორტული ტურიზმი, სამთო ტურიზმი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევხვდით აქაურ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს. მათ გამაცნეს საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა სამზარეულომ. ძალიან მაინტერესებს საქართველოს კულტურა, მისი მსოფლიო მემკვიდრეობა, ადგილობრივი ცეკვები და მუსიკა. ძალიან დასაფასებელია ასეთი ღონისძიების ორგანიზება. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ქართველ ტუროპერატორებთან. ვისაუბრეთ სიღრმისეულად. ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ტურისტული პროდუქტებით. საქართველოში საოცარი ლანდშაფტებია და ქალაქების ხედებიც ძალიან შთამბეჭდავია. ჩინეთში საქართველო სწრაფად მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ჩინელი ტუროპერატორების ვიზიტი საქართველოში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ჩინელი მომხმარებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ასევე ქართულ და ჩინურ ტურისტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შარშანდელთან შედარებით ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში თითქმის გაორმაგდა.